ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, უკაცრავად ენა მიყვილა ალბათ, მაგრამ ტელევიზიითაც გავვალთ ეთერში და ძვირფასო რადიო მსმენელებო და ყველა ვინც გვიყურებთ ინტერნეტის საშუალებით. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, სხვათა შორის ეს არის ლიზინგის თემა და ჩვენს საავტორო გადაცემაში ბრენდი საქართველო დღეს ჩვენი სტუმარია კახა გაბისკირია, მიკრობანკი კრისტალის ლიზინგის მიმართულების დირექტორი. კახა, მადლობა რომ გამონახე დრო და მოხვედი ჩვენთან ეთერში სასაუბროთ. მოგესალმებით, მადლობა ლევან წარდგენისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს და იმედი მაქვს რომ პირველი ესე თქვათ მე ვიქნები ვინც სატელევიზიო ეთერში გასვლის დროს მოწეული. კი ბატონო, ხო, კარგი რა სიტყვა და როგორ იქნება ეს თემა აუცილებლად მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. კი ბატონო, აუცილებლად ამას დავიმახსოვრებ. წარმატებებს გისურვებთ. კი ბატონო, მადლობა. მოკლედ კახა, მოდი დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ თქვენ ხელმძღვანელობთ მიკრობანკ კრისტალში ძალიან საინტერესო მიმართულებას. ლიზინგის მიმართულებას, რომელიც მათ შორის ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებასაც მოიცავს და კურატორობაში შემოდის და ეს არის ის სეგმენტი მარკეტერების, ბიზნეს ოპერატორების, კომპანიების, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, რომელიც მთლიან საქართველოს ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ხა მცირე და საშუალო ბიზნესზე ჩვენ თუ ვისაუბრებთ, რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, მაგალითად ის პროგრესული და წარმატებული სივრცე, რომელიც ძალიან მოგწონს სტაბილურობის თვალსაზრისით და განვითარების თვალსაზრისით ევროკავშირის ბაზარი, იქ რომ ავიღოთ ყოველი მე-4-დან 3 ახალი სამუშაო ადგილი იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ. იმ ქვეყნების ეკონომიკაში, ევროპული ქვეყნების ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მინიმუმ 60-70%-ია, რაც განაპირობებს მდგრადობას და სტაბილურობას ეკონომიკური სისტემების და საქართველოშიც ეს ტენდენცია ძალიან მისასალმებელი არის, რომ არის მზარდი, მაგრამ მაინც ჯერ არ არის გამოხატული, ვიტყოდი ესე, ძლიერად ეს სექტორი და ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც ესაჭიროება ამ სექტორის განვითარებისათვის, არის ალბათ კიდევ უფრო მეტად გასამრავალფეროვნებელი, ეს თქვენნაირი კომპანიების საქმეა და არა მხოლოდ და საბოლოო ჯამში ეს არის ის თემა, რამაც ალბათ აი მაჩვენებლებამდე ჩვენი ქვეყანაც უნდა მიიყვანოს. ლიზინგი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. იდეაში, სწორედ აი ამ წარმატებისთვის, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თემა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენნაირი გადაცემები და თქვენნაირი სტუმრები სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა კარგად აუხსნათ ადამიანებს ლიზინგის თემა. ბევრს მენია სიტყვა იცის, მაგრამ მნიშვნელობა როგორ გამოიყენოს თავის ბიზნესში, რა მომენტში შეიძლება იყოს ეს, რა უპირატესობა აქვს საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ამისი ცოდნა შეიძლება იყოს ნაკლები. აი თხოვნა მექნება, რომ თუ შეიძლება, კახა, აი ამით დავიწყოთ, რომ აი თვითონ ლიზინგი რას წარმოადგენს, რა არის მისი არსი, რასთან იჭმევა, ესე რომ ვთქვათ, საქმიანობის დროს, ბიზნეს საქმიანობის დროს და რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს აი მთლიან ფინანსურ ინსტრუმენტებს შორის, რაც კი შეიძლება ბიზნესს გააჩნდეს. მადლობა ლევან. დიახ, გეთანხმებით იმაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, რომ ჩვენი წარმატებული პრაქტიკები გავემეოროთ, რაც განვითარებული ქვეყნების პირობებში არსებობს. ეს არის საშუალო ფენის შექმნა და ასე ვთქვათ, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ ჩვენთვის, ჩვენი ბანკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ამ კომპანიებთან ახლოს ვითანაშროლოთ, ჭიროთ ვითანაშროლოთ და სწორი, ესე ვთქვათ, მარკეტ ფიტ, ბაზარზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. მოკლე ხაზგასმას გავაკეთებ ჩვენი კომპანიის ისტორიის იმ ნაწილზე, როდიდანაც ანუ რატომაც დავიწყეთ ლიზინგი და რა იყო ამის ესე ვთქვათ ძირითადი მიზნები და იქვე ავხსნით ფაქტურად უპირატესობებსაც. ესე ვთქვათ, კომპანია 25 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მუშაობს და ის მუშაობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით და 2025 წლის თებერვალში ჩვენ მივიღეთ მიკრობანკის სტატუსი. 2019 წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა რეგულაციები ეროვნული ბანკის გადასახედიდან და შესაბამისად ერთ-ერთი რეგულაცია მოიცავდა უზრუნველყოფების ნაწილს, შეიზღუდა უზრუნველყოფების, ასე ვთქვათ, გამოყენება
ფინანსური ინსტიტუტების მიერ და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ და იმ პერსპექტივით რომ გეგმავდით მიკრობანკის სტატუსის მიღებას ღირებული იქნებოდა მეწარმეებისთვის ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის შეთავაზება რომელიც ეს ვთქვათ უზრუნველყოფის გარეშე პირობით შესთავაზებდა მიკრო და მცირე მეწარმეებს ჩვენი ფოკუსი მაინც მიკრო არის ძირითადი მიკრო და მცირე მეწარმეებს შესთავაზებდა ფინანსურ რესურსებს ანუ ფაქტობრივად უკაცრავად გაგაწყვეტინებ, ანუ ფაქტობრივად თქვენ აი ამ მიკრობანკად გადაქცევის შემდეგ მიიღეთ დამატებითი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ იმ სეგმენტს, გაფართოებულ სეგმენტს უკვე მომსახურებობთ, კიდევ მომსახურება გაგეწიათ კიდევ დამატებითი ინსტრუმენტებით. ეხლა რაში მდგომარეობს ლიზინგის შინაარსი ზოგადად, რომ ეს ნათელი და ცხადი იყოს, მოდით შევაფასოთ რეალობა, ძალიან იშვიათ შემთხვევაში არის ესე ვთქვათ ცხადი ლიზინგის პირობები მოხარებლებში არ არის ესე ვთქვათ ფართო მოხარებით არ გამოირჩევა ეს პროდუქტი და კარგია რომ ეს საერთოდ რო გვეძლევა ამის ასახსნელად ესე ლიზინგი ეს აი ეთერამდე თქვენ რომ მოყევით მაგალითი თხოვნა მექნება თუ შეიძლება მაგითი რო დავიწყოთ ახლა და მერე გადავიდეთ სარეკლამო პაუზას მოგვიწევს ამას აი დაგვიტოვეთ აი რაც მოყევით ის მაგალითი ძალიან თვალნათელი და მერე გავაგრძელოთ კიდევ უფრო კლასიკურ ესე ვთქვათ, ეს არის იჯარა გამოსყიდვის რეჟიმით აქტივის შეძენა, ეს არის როგორც დაფინანსების ალტერნატიული ფორმა, ასევე საკუთრების ალტერნატიული ფორმა და აი წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც სამი პარტნიორი ჯდება, რაღაც გადაწყვეტილებას იღებენ განვითარების შესახებ და ესე ვთქვათ, მოსაზედია ფინანსური რესურსები საბანკო ინსტიტუტებიდან და არ არის საკმარისი უზრუნველყოფა. ან არის, მაგრამ არის პირადი ოჯახის ქონებები, საცხოვრებელი სახლები თუ ასე შემდეგ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვინმე არ დაზრალდეს და ესე ვთქვათ უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი იყოს თუ უშუალოდ ის ნივთი ის საგანი რაც ლიზინგით უნდა შეიძინოს და მეორე პირობა ეს არის ძალიან საყურადღებო რას რისკავს მეწარმე ამ შემთხვევაში რისკავს ბიზნესის გაფართოების მიზნებისთვის საკუთარი საცხოვრებელი ფართით თუ რისკავს მხოლოდ იმ თანამონაწილეობის თანხის ზომით რაც დაახლოებით 30%-ის ფარგლებში მოითხოვება ხოლმე ქართულ პრაქტიკაში. ანუ ერთმანეთის ესე ვთქვათ გვერდით რო დავდოთ სასწორზე რო დავდოთ საცხოვრებელი სახლი თუ 30% ლიზინგის აი პიცერიის მაგალითზე რო გითხრათ რა. აი პიცერიის მაგალითზე გეტყვით ესეთ შემთხვევას ზუსტად ეს მე ასე ვთქვათ დაუშვათ წარმოვიდგინოთ სამი მეგობარი შეთანხმდება რომ პიცერია უნდა გახსნას რომლის ღირებულება ძალიან პრაქტიკული მაგალითია რაც ყოფა-ცხოვრებაში რომლის ღირებულებაც არის 80,000 евро პირობითად ხომ აი თავისი ღუმელებით სხვადასხვა ესე ვთქვათ ინვენტარი და ასე შემდეგ 80,000 ევროს მისაღებად ნებისმიერ ესე ვთქვათ საბანკო დაწესებულებაში თუ მიმართავთ ესე საჭიროა უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ხომ არის გამონაკლისებიც მაგრამ ძალიან იშვიათი ხა რომელმა შეიძლება გარისკოს რომლის ბინა ჩავდოთ ხო რომელიც მაკაცის ბინა ჩავდოთ ხო გადავწყვიტეთ პიცერია მაგრამ არ ხო პიცერია გვინდა მაგარი პიცის რეცეპტი გვაქვს მაგალითად ისიც ვიცით რომ მოხარებელი ბევრი გვეყოლება მაგრამ ფული საიდან მოვიდეს ხო ასეთ შემთხვევაში ლიზინგი როგორც პროდუქტი არის ძალიან ურისკო, ნაკლებს არის ხო, მოდი ესე ვთქვათ, ანუ ბიზნესში ყოველთვის არის უწყვეტობის რისკი ხო, ფაქტობრივად შეიძლება ჩავარდეს ბიზნესი, კი გონია თავში რომ გამართლეს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევები ვიცით რომ არ დამდგარა წარმატებული შედეგები, ამ დროს ფაქტიურად ყველაზე სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება რისკის მიტიგაციის მიზნით, რომ სასწორზე ანუ რისკის ქვეშ დადგეს ეს 30% დანაზოგები ფაქტიურად ჩაიდება ამ 80,000 ლარიან პროექტში და ფაქტიურად გამოდის რომ მხოლოდ 24,000 евро შეიძლება იყოს გარისკული და დანარჩენი თანხა ფაქტიურად არის ლიზინგის საგანი და გადაჭრის შემთხვევაში ხო ძალიან საინტერესო მაგალითი იყო და ამ საინტერესო მაგალითისზე დაფუძნებით გავაგრძელოთ საუბარი სარეკლამო პაუზის შემდეგ იმიტომ რომ ლიზინგთან დაკავშირებით ყოველთვის არის აი ეს თემა რომ მე რაღაც გაურკვევლობას და თქვენ რაც მოყევით ახლა და რაც ახსენე ხო ანუ გასაგებია მარტივად რომ ნებისმიერი სტარტაპერი ბიზნესის დაწყების დროს ყველაზე მეტად მათ შორის ნერვიულობს იმაზე, რომ მას მოუწევს თავისი პირადი ქონების აქტივის ჩადება ბანკში დიდი ალბათობით და ეს არის ძალიან დიდი სტრეს ფაქტორი, ხო? მისთვის, მისი ოჯახისთვის და ასე შემდეგ, რომ ძალიან დიდი სტრესის ქვეშ და განწყობებს, რა თქმა უნდა, ეს აფუჭებს. და შესაბამისად, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი არის ლიზინგი და რომლის მიწოდების საშუალება და მექანიზმები უკვე მიკრობანკ კრისტალ საკმაოდ კარგი გააჩნია და აი ამაზე თუ შეიძლება
შეიძლება უკვე რა მექანიზმებია და როგორ აწვდით თქვენს პოტენციურ და არსებულ მომხმარებელს სარეკლამო პაუზის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. შენი თმა შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუგის 8. ტელეფონი 591 50 90 90. დაეუფლე ახალ პროფესიას და დასაქმდი მარტივად. საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკური მედიცინის სასწავლო ცენტრი ლოტუსი გიწვევთ ლაზერული ეპილაციის კურსზე. ჩვენ შეგასწავლით ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციას, დიოდურ ლაზერულ ეპილაციას, არასასურველი ტატუს ლაზერულ გაუფერულებას. სწავლის დასრულებისთანავე გაიცემა საერთაშორისო ISO ხარისხის სერტიფიკატი. გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება იმერეთსა და აჭარაში მაცხოვრებელი მსმენელებისთვის. დასრულებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვზრდით პროფესიონალებს. ეწვიე თეგეტა მოტორსის ფილიალებს 31 მაისის ჩათვლით და მიიღე 20%-იანი ფასდაკლება შელის, მობილისა და მოტულის ზეთებზე, ექსაიდისა და მაკფაუერ პრემიუმის აკუმულატორებზე. ასევე არ გამოტოვო 10%-იანი ფასდაკლება ვარტას აკუმულატორებზე და სპეციალური ფასები ბრიჯსტოუნის საბურავების შერჩეულ მოდელებზე. თეგეტა მოტორსი, ავტომობილის მოვლის ხელოვნება 032 2 26 44 44. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. თუ საცობში გაიჭედე, შეისვენე და გადმოწერე სოკარის ახალი აპლიკაცია. მიიღე მეტი ფასდაკლება, უამრავი საჩუქარი და ქულები, რომლებსაც სოკარის სადგურებსა და მარკეტების ქსელ ვეიმარტში გადაცვლი. New Hospital's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospital's-ში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospital's-ი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი. უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. დაუბრუნდით ძვირფასო მსმენელებო ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარია კახა გავისკირია, მიკრობანკ კრისტალის ლიზინგის მიმართულების დირექტორი. კახა, ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანეთ თქვენ, მოკლედ ძალიან პრაქტიკული მაგალითი პიცერიასთან დაკავშირებით, რომ აი სამა მეგობარმა რო გადაწყვიტოს მისი გახსნა, რისკის შემცირება, მოდი ესე ვთქვათ, პირად ქონებასთან მიმართებაში, რის საშუალებას იძლევა ამ თვალსაზრისით, ამასთან მიმართებაში ლიზინგის პროდუქტი. და ეხლა თუ შეიძლება გამაგრძოთ ამის ახსნა და მივცეთ უფრო მეტი ინფორმაცია. დიახ, ასევე ლევან, თქვენ ბრძანეთ, რომ სტრესნარევი არის გადაწყვეტილება ნებისმიერ ინვესტიციასთან დაკავშირებით და ასეთ დროს როგორც იქცებიან, ესე ვთქვათ,
წარმატებული ყოჩაღი ფინანსური მენეჯერები, რაც ურჩევენ თავიანთ კომპანიებს, არის სწორად დალევერიჯება და რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ ეს 80,000 ევროიანი ინვესტიცია, 80,000 ევროს ინვესტიცია ვალუტას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, ხომ? თუ ეს გათვლილია 20%-იან უკუგებაზე, იმ შემთხვევაში თუ კი პროექტში თანამონაწილეობას მხოლოდ 30%-ით მიიღებს ბიზნეს სუბიექტი, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება აბსოლუტურ მაჩვენებელში, აბსოლუტურ მაჩვენებელში იგივე, ესე ვთქვათ, დაახლოებით იგივე მოგება რჩება, მაგრამ უბრალოდ იქ ემატება ყოველთვიური გადასახდელი ხარჯებში, მაგრამ მეორე თემა არის თუ ეს 20% იყო მოსალოდნელი, თუ ლევერიჯი ნორმალურია, ხო, ფაქტურად ეს ნიშნავს იმას, რომ 20%-ის ნაცვლად 70%-იანი უკუგება შეიძლება მიიღოს. ახლა ახსნით ციფრებში რო არ გავართულო ეს ყველაფერი. მაშინ როდესაც 80,000 ევროს შემთხვევაში მიღებადი იყო პირობითად 20%, ანუ 19,000 евро უკუგება, 30,000 ევროს შემთხვევაში დაახლოებით იგივე რომ მივიღოთ, გამოკლებული, ეს შეიძლება ეს იქნება ჯამში ამ თანამონაწილეობის თანხის, ანუ 24,000-ის 18,000 евро დაახლოებით 70%-ამდე არის. ფაქტიურად კოეფიციენტების დონეზე ბევრად უფრო გამართლებული ინვესტიციაა ამ შემთხვევაში ვიდრე 100%-ით გარისკვა. ხო, ანუ არა მხოლოდ ერთის მხრივ სუბიექტურად მოდი სტრესული ფაქტორების მოხსნა, არამედ თვითონ ფინანსური, ასე ვთქვათ, კოეფიციენტების თვალსაზრისითაც საინტერესო ინსტრუმენტია. რა უნდა იცოდეს, მე წავედი, რომ აი ჩემი პატარა თანხით, ანუ არა მთლიანად 100%-ის გარისკვით, არამედ თუნდაც საკუთარი საინვესტიციო კაპიტალი კონდეს, ხო, არამედ პირობითად 30%-ის გარისკვით, რისი, ესე ვთქვათ, მიღება შემიძლია და ის დანარჩენი 70% შეუძლია სხვა პროექტებში გამოიყენოს და ან უფრო განვითარებისთვის, ან ასე შემდეგ, ან ასე შემდეგ. აი ხა კახა თქვენ როდესაც ამას ამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანუ კრისტალს აქვს ის ურთიერთობა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თქვენი შემდგომში რებრენდინგის და მიკრობანკად გადაკეთების შემდეგ, რომ აი ხა თქვენ რასაც უხსნით ჩვენს მსმენელებს, რეალურად იმ ადამიანებთან, ვინც არიან თქვენი პოტენციური ან არსებული მომხმარებლები, თქვენ აი ამ მიმართულებით ცოდნას და განათლებას, ესე ვიტყოდი, ინფორმაციას ალბათ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ. მადლობა ამ კითხვისთვის. დიახ, გეთანხმებით და გიდასტურებთ და მიმართ მსმენელებსაც, ანუ ჩვენი სერვისები ითვალისწინებს არა მხოლოდ ფინანსური სერვისების მიწოდებას, იქნება ეს ნასესხების სახსრები, ანუ სესხები, ლიზინგი, ან დაუშვათ მოზიდული თანხები, არამედ კონსალტინგური სერვისებიც, ესე ვთქვათ, დღის წესრიგშია და ამას აბსოლუტურად უფასოდ თავაზობთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს და მიმდინარე მომხმარებლებს, არსებულ მომხმარებლებს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ფინანსური განათლების, ესე ვთქვათ, გაუმჯობესება ამ მიზნით, რომ სწორად დაინახონ, სწორად შეაფასონ საკუთარი კომპანიის რისკები, პოტენციალი, ზოგჯერ ანუ აისბერგის ქვემოთ რაც არის, ფაქტობრივად ამის დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კვალიფიცირებულად უნდა გაკეთდეს და ჩვენს გამოცდილ გუნდს ეს ფაქტობრივად აქვს ის წესრიგში ჩვენ თავაზობთ ამას მომხმარებლებს და არის ბევრი ისე ვთქვათ წარმატებული პრაქტიკა ზოგჯერ უკვირთ ხოლმე მომხმარებლებს სად იმალება რისკი ან სად არის პოტენციალი ამას რომ აღმოაჩენენ ხოლმე ჩვენთან დიალოგში. ხო, ანუ მარტივად რომ აქვსნათ ან მე თუ ვარ სიტყვაზე ვთქვათ მიკრომეწარმე ან მცირე და საშუალო ან არ ვიცი ინდივიდუალური მეწარმე, მათ შორის მჭირდება აქტივების შეძენა ჩემი ბიზნესისათვის, არ ვიცი. აი მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ პიცერია ვახსენე ჩვენ და დაუშვათ არ საქართველოს რეგიონები რო ავიღოთ, იმიტომ რომ ბევრი ყავთ თქვენ რეგიონებშიც თქვენი50 მომხმარებლები 50 ფილიალი გაქვთ და სიტყვაზე ვთქვათ რეგიონში, აი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში ვარ მოკლედ და დაუშვათ მინდა რომ გავაკეთო რაღაცა მეგრული სახაჭაპურე. ხო, მეგრული სახაჭაპურე, კი ბატონო, პიცერია კარგია დაუშვათ რაღაც, მაგრამ აი მეგრული სახაჭაპურე მინდა ტურისტული კარგი ობიექტი გავხსნა, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობასაც და ასევე უცხოელ ტურისტებსაც და სიტყვაზე ვთქვათ, ნუ არ მაქვს ეს განათლება, მაგრამ მაქვს რაღაც გარკვეული ინტერესი, მაქვს ენთუზიაზმი, ასე ვთქვათ, მოწადინებული ვარ გარკვეული სახსრების მობილიზაციას ფიქრობ და შემიძლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს განათლება, რაც თქვენ თქვით, მოდი ესე რო ვთქვათ, ხო? რაღაც დეტალებში არ ვიცი. ანუ თამამად შემიძლია მიმართო თქვენს ფილიალს და იქ მივიღო ეს ინფორმაცია, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. დიახ, რიგი საკითხები შეიძლება ფილიალის დონეზე მოგვარდეს, რიგი საკითხები შეიძლება უკვე დისტანციურად. კი ბატონო. ჩვენი ესე ვთქვათ თანამშრომლების სათაო ოფისიდან დაუკავშირდება მომხმარებელს და ფაქტობრივად იმ მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს დეტალურად გაივლიან. ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს
მომხმარებელთან ერთად რამდენად სწორად აპროგნოზებს შემოსავლებს, რამდენად სწორად სტრესავს, ესე ვთქვათ, ესმის თუ არა ეს დასტრესვის პრინციპები, მაგალითად 10%-ით, 20%-ით, 50%-ით უდანაკარგობის ზღვარი სწორად შეფასოს, რამდენი უნდა იშრომოს და გაისარგებლოს მინიმუმ თავი შეინახოს პრაქტიკულად აჩვენებს, რა თქმა უნდა, საოპერაციო ხარჯებს გაწოდეს, ესე ვთქვათ და არ ჩავარდეს, ესე ვთქვათ, ეს ბიზნეს წამოწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის დანახება მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, ფინანსური რესურსებიც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ამ ესე ვთქვათ, დათვლილ, გაზომილ, ესე ვთქვათ, ბიზნეს იდეას ჭირდება შესაბამისი მხარდაჭერა და ეს არის ჩვენი ძირითადი საქმე, როგორც ვახსენეთ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძირითადი ფოკუსი ჩვენს კომპანიას აქვს როგორც მიკრომეწარმეებზე, ამ საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ ეს არის ფაქტიურად მცირე და საშუალო მეწარმეები, ესენი არიან მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. კი ბატონო, კი ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონებში განსაკუთრებით და ეს კარგია, რომ თქვენ ფილიალები გაქვთ 50 ფილიალი რეგიონში, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და თვითონ ისედაც თქვენი ისტორია მე ვიცი, რომ დაწყებული არის იმ ადამიანების მიერ, ვინც აფხაზეთიდან თავის დროზე ტოლვილი იყო და აი თავის თავზე აქვს გამოცდილი მოდი ცხოვრებისეული უამრავი სიძნელე და ეხლა ეს თანადგომა თქვენს ბრენდშიც გადატანილი გაქვთ, რომ აი ადამიანებს რაღაცა ესე უნდა გვერდში ვედგეთ იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი საბოლოო ჯამში დადგეს. ეხლა ერთი თემა მინდა რომ თქვენ ბრენდთან შეხება გამოდის, რომ მომხმარებლისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება, იმიტომ რომ მიკროსაფინანსოობა გადაფურცლეთ ეს წარმატებულად, ეს ფურცელი უკვე თქვენი ბრენდის ისტორიის, ეხლა უკვე მიკრობანკი ხართ, ანუ თქვენ ის მცირე ბიზნესი, პატარა ბიზნესი ესე ვიტყოდი, მიკრობიზნესი, რომელიც თქვენთან თანამშრომლობდა, თქვენი მიკრობანკის გადაქცევის შემთხვევაში უკვე თქვენ შეგიძლიათ თანდევა განახორციელოთ, ხო, ანუ გაყვეთ მას, რაღაც ჭერები გაიზარდა, მეტი დაფინანსება შეგიძლიათ, მათ შორის ლიზინგის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით თუ შეიძლება რო გვითხრათ, ეხლა თქვენს თლიან პორტფელში ლიზინგის ეხლანდელი მდგომარეობა რამდენია და პერსპექტივა როგორია, ანუ კრისტალის სერვისებთან დაკავშირებით. მადლობა ლევან, ძალიან კარგი კითხვა არის, ესე ვთქვათ, შემიძლია ასე მარტივად დავხსნა ერთი დეტალი, რომ კვლევები გვიჩვენებდა ესეთ რაღაცას, აი რა თქვენ რაც ბრძანეთ ეს ლოიალური ურთიერთობები და ესე ვთქვათ, ბრენდის მიმართ ლოიალურობა ზოგადად გამორჩეული ქონდა ყოველთვის NPS-ის დონეზეც და სხვა კვლევების დონეზეც. თუმცა ყოველთვის მოგდიოდა ესეთი უკავშირი მომხმარებლებისგან, რომ კარგია, ძალიან ვაფასებთ ამ ყველაფერს, დროულია, ანუ პოზიტიური შეფასების შემდეგ მოდიოდა ესეთი შეფასება, რომ როცა ვიზრდები, ვერ აგრძელებს ჩემთან ურთიერთობას. ნუ ბუნებრივია, ჩვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის ფარგლებში ვიყავით და ესე ვთქვათ, დაკეფილი ვიყავით, მაქსიმუმ 100,000 ლარის გაცემის შესაძლებლობა გვქონდა. დღეს მეტნაკლებად ეს ლიმიტი მოიხსნა და მას შემდეგ რაც ეს სტატუსი გვაქვს, უკვე შეგვიძლია ჯერჯერობით 300,000 ლარის ფარგლებში აქტიურად დავაფინანსოთ ის მომხმარებლები, მიმდინარე მომხმარებლები და ახლებიც, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ვინაიდან ახლებშიც დაგროვილია, ანუ ჩვენთვის უცხო მომხმარებლებში, რომელთანაც აქამდე არ გქონია ურთიერთობა, მათთანაც არის მოთხოვნა ფინანსურ რესურსებზე, რასაც ასევე ზოგადად კვლევები უჩვენებს, რომ მიკრო და მცირე მეწარმეების, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი გამოწვევა, ორი ძირითადი გამოწვევა არის, ძირითადი, რასაც ქვია, ეს არის ფინანსებზე წვდომა, დროული წვდომა და მეორე ეს არის შრომითი რესურსები. ახლა შრომითი რესურსებს ჩვენ ვერ მივაწვდით, ბუნებრივია, მაგრამ სადაც შეგვიძლია ვიყოთ კარგი პარტნიორი, ეს არის დროულად ფინანსური რესურსებზე ხელმისაწვდომობა. და გარკვეული კომპეტენციის მიწოდება თქვენ რაც მოხდებით. რა თქმა უნდა, ეს კომპეტენცია, ანუ ამას ემატება, პლუს ესე ვთქვათ, კონსალტინგური სერვისები. ერთი ეს. მეორე ნაწილი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ზომებთან დაკავშირებით, კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ლიზინგი გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პროდუქტია და ახალგაზრდა პროდუქტია, ესე ვთქვათ, თლად ახალი არ არის, მაგრამ 2019 წელს დაიგეგმა, 2020-ში დავიწყეთ და შემდეგ უკვე პანდემიის პერიოდი იყო, ყველას გვახსოვს, პოსტპანდემიის, რაღაცა რეგიონში არსებული კონფლიქტური სიტუაციები
და ამიტომ ცოტა შენელდა განსაკუთრებული ზრდები და განსაკუთრებული ზრდა ჰქონდა 2023-24 წლებში გამორჩეულის და დღეს ჩვენი პორტფელი ლიზინგის პორტფელი უშუალოდ კომპანიაში დაახლოებით 3%-ის ფარგლებში, ეს მეტყველებს იმას, რომ არ არის ძალიან განვითარებული, ანუ ძალიან დიდი პორტფელი, მაგრამ პოტენციალი აქვს. პერსპექტივაში, ანუ დაახლოებით, ასე ვთქვათ, 3-4 წლის პერსპექტივაში ვგეგმავთ, რომ ლიზინგის და მცირე სესხების, ანუ SME-ს, რასაც უწოდებთ ხოლმე ხშირად, ასე იცნობს მოხმარებელი, ეს პორტფელი ჯამში 20%-ამდე ავიდეს კომპანიის ჯამურ საკრედიტო პორტფელში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბიცია ჩვენი მხრიდან და დიდი გამოწვევა არის, ამიტომ კარგად გვესმის, რომ სწორი შეთავაზებები უნდა გავიტანოთ ბაზარზე და კარგად უნდა მოусმინოთ მომხმარებელს, უნდა გავიგოთ, ესე ვთქვათ, სად აქვს საჭიროება, რისი საჭიროება აქვს და მოვარგოთ ზუსტად პროდუქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ანუ ესე იგი ლიზინგი არ არის ის პროდუქტი არ არის, რომელიც მოდი ესე ვთქვათ, რომ ეხლა არის, რაც არის ეს არის, მოდი და ერთ-ერთი ინსტრუმენტი კი არის, მაგრამ პერსპექტივა შედარებით ნაკლები აქვს. არა, პირიქით, როგორც ვატყობ, ეხლა 3-დან 20%-ამდე და ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ შიდა პორტფელში სტრატეგიული ხედვა არსებობს, რომ ლიზინგი არის მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად ეს ეყრდნობა ბაზრიდან წამოსულ მოთხოვნასაც, ხო? იმიტომ რომ მაღალი ფინანსური რისკი, რასაც აქვს შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისედაც პრობლემა ახლა საქართველოში, ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ ესეა სამწუხარო ჯერჯერობით, რომ კაპიტალის ბაზარის ძალიან მწირი განვითარება ასევე იძლევა იმას, რომ იმ სურათს, რომ მოზიდვა, ასე ვთქვათ, ფინანსური სახსრების არის საკმაოდ ძნელი რეალურად, მათ შორის დასაწყის ეტაპზე. ამიტომ ლიზინგი ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხდება და აქ ალბათ რაღაც გარკვეული რეფორმაც იქნება საჭირო სავარაუდოდ მომავალში ეროვნული ბანკიდან ალბათ რაღაც გარკვეული მეტი ყურადღების დათმობა ამ მიმართულებისთვის. მაგრამ იმისათვის რომ მათაც დაინახონ ეს საჭიროება, აქ მინდა თქვენ როლს გაუსვა ხაზი. თქვენარი ტიპის ორგანიზაციები სწორედ აჩვენებენ თავიანთი დინამიკით და თავიანთი მუშაობით, რომ კი ეს პროდუქტი მოთხოვნადია და ეს პროდუქტი არის ის, რამაც შეიძლება კიდევ დამატებითი ინსენტივი, ანუ ძალისხმევა, ინიციატივა, სტიმული გამოიწვიოს დაუშვათ უკვე ზრდის, ხო, ამ კონკრეტულ მათ შორის რეგიონებში. ეხლა რომ გავაგრძელოთ საუბარი, ეხლა კრისტალი როგორც ბრენდი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება და მე ეხლა როგორც ბრენდინგის სპეციალისტი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე ბაზარზე ჩვენი გადაცემაც ეს არის, ხო, ბრენდი საქართველო ესე ქვია და ამ გადაცემას იმიტომ ქვია ბრენდი საქართველო, რომ სწორედ რაც ხდება ქვეყანაში, მათ შორის ბიზნეს სექტორში, ეს ბრენდებიც ქმნიან თლიანობაში ქვეყნის იმ წარმატებას და აი აქ მინდა კითხვა დაგისვათ და რეკლამის შემდეგ თუ შეიძლება გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. თქვენ როგორც ბრენდი, როგორც კრისტალი, აი ამ ლიზინგს რო არ შევხედოთ მხოლოდ ფუნქციონალურ მხარეს. აი, მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, თუ კრისტალისთვის ეს პროდუქტი არის არამხოლოდ ალბათ არის არამხოლოდ რაღაცა ფინანსური ინსტრუმენტი, არამედ იმ ლოიალური და ერთგული მომხმარებლისთვის გზის გაგრძელება დაუშვათ და თანმდევად. აი ამაზე თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ აქცენტი რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ როგორც წესი ფინანსური ინსტიტუტებს აქვს ცოტა ეს გარკვეული ესეთი პრობლემა იმიჯი მოსახლეობაში, რომ ყველას მეტნაკლებად ერთნაირ ქვაბში ხარშავთ ალბათ და აღვიქვამთ მათ როგორც აი რაღაცა კი მომცა ფული, მაგრამ ნუ მერე ალბათ უნდა გამატყაოს და ასე შემდეგ და ჩამაგდოს ცუდ დღეში და აი ამ თვალსაზრისით მე ვიცი რომ კრისტალს თქვენი კოლეგები იყვნენ ჩემთან ეთერში სტუმრად და ვიცი რომ ძალიან ფრთხილი ფაქიზი დამოკიდებულება აქვს მომხმარებელთან მიმართებაში და თუ შეიძლება ამაზეც რო გვესაუბროთ ორიოდე სიტყვით, როდესაც სარეკლამო ჭრა დამთავრდება. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. სილკპოსტი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი.
Toyota Center თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 20%-იანი ფასდაკლებით სამოხრუჭე ხუნდებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota Center თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2-511 2-52-20-22 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ენერგოეფექტურობა მომავლის არჩევანი დღეს. გაიგე როგორ შეიძლება მცირე ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინოს გარემოსა და შენს ხარჯებზე. ყოველ ორშაბათს 9 საათსა და 45 წუთზე რადიო კომერსანტის ეთერში. რუბრიკა ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში. ბრენდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩემი საავტორო გადაცემით ბრენდი საქართველო. ჩვენი სტუმარია კახა გაბისკირია, შეგახსენებთ ადამიანი, რომელიც მიკრობანკ კრისტალში არის ლიზინგის მიმართულების დირექტორი და ლიზინგთან ერთად მის კურატორობაში შედის მცირე და საშუალო ბიზნესის, ასე ვთქვათ, განვითარების თემებიც და ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ იმაზე, რომ რეკლამის წინ ვისაუბრეთ სწორედ იმაზე, რომ ლიზინგი ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ, ასე ვთქვათ, ფინანსური ინსტრუმენტი, ხო? კრისტალის ბრენდის გადმოსახედიდან ეს არის თავის ერთგულ მომხმარებლებთან, იმ ადამიანებთან, რომელიც კრისტალთან ერთად იზრდებიან, გარკვეული მეგობრობის, ესე ვიტყოდი და ხელის გაწვდენის მექანიზმიც და რაღაცა ესეთი დამოკიდებულების გამოხატულებას და ამ თვალსაზრისით თუ შეიძლება კახარო, ან მაგალითი მოგვიყვანოთ, საინტერესო იქნება, აი დაუშვათ კონკრეტული მაგალითი, აი დაუშვათ რაღაც იმ ადამიანების, ვინც უკვე სარგებლობენ, რომ სხვებისთვისაც ეს იყოს რაღაცა გარკვეული შთაგონების წყარო. მადლობა ლევან ამ შესაძლებლობისთვის. რა კი ვახსენეთ ჩვენი ლოიალური მომხმარებლების შესახებ, პირველ რიგში თქვენს ნებართვით მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს ამ ლოიალურობისთვის, ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, მინდა და მათთან ერთად ვიზრდებოდით ჩვენს ფაქტიურად. ანუ ერთი აფინანსებ ფაქტიურად მეწარმეს და მომხმარებელს ზოგადად და ფაქტიურად რაც უფრო მეც აფინანსებ, მე შემდეგ იზრდები და შემდეგ მეწარმესაც უჩნდება აპეტიტი და ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნა ერთმანეთს ზრდია. და ერთმანეთს ზრდით, ეს retention-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ბიზნესისთვის არის ეს საყურადღებო კოეფიციენტი, ხო, შენარჩუნების კოეფიციენტი. და ეს არის საზრუნავი ნებისმიერი ბანკის რამენაირად შეუქმნას პოზიტიური გამოცდილება საკუთარ მომხმარებელს. ну ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ არ გამოდის და ძირითადად გამოდის, ესეთი თემა არის რომ ვაღიაროთ და ჩვენი კვლევებიდან გამომდინარე ძალიან კარგი კოეფიციენტი გვაქვს, როგორც გითხარით, მომხმარებლების უკავშირი არის ძალიან პოზიტიური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ დაგვეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები, ხო? შესაბამისად, რა ხდება ბაზარზე? ბაზარზე ხდება შემდეგი რამ, რომ რაც უფრო იზრდებიან კომპანიები, მით უფრო ლიმიტირებული და შეზღუდული არის უძრავ ქონებაზე წვდომა, ხო, ფაქტიურად. ანუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი თანხების მოზიდვა, ვინაიდან ეს უძრავი ქონებები ხო თავისით არ იჩეკებიან, რა, ფაქტიურად ესენიც შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, არის ეს საკუთარი სახლი თუ არის კომერციული ფართი, არ აქვს მნიშვნელობა თუ მიწა პირობითად, ხო? ესეც შეზღუდულია. ამიტომ როგორ გააგრძელოს მეწარმემ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთის მხრივ სამუშაო კაპიტალისტვის მიღებული, ესე ვთქვათ, დაფინანსებები, ზოგი უგირავნო, ზოგი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ზოგი მოძრავით შევსებული აქვთ კომპანიებს, აღებული აქვთ ჩვენს მეწარმეებს, მაგრამ მე უკვე განვითარების მეორე ეტაპზე, როდესაც უკვე საინვესტიციო ეტაპზე გადადიან, განვითარებისთვის საოპერაციო კეპასიტეტია, სიმძლავრეებია შესაქმნელი და ტექნოლოგიური აღჭურვები არის საჭირო ფაქტიურად, ხო, ძირითადად საშუალებით ან ძველების ამოცვლა არის საჭირო და ახლებით ჩანაცვლებად ბევრი მოთხოვნა არის DCFT-ის მოთხოვნა დაუშვათ ან ეკოლოგიური სხვა მიმართულებებით, ხო? ამ მიმართულებას სჭირდება სათანადო დაფინანსება და ამ მომხმარებლების შესანარჩუნებლად მსგავსი შეთავაზება, ანუ ლიზინგი არის ერთ-ერთი სათანადოდ შესაბამისი fit, ესე ვთქვათ, მორგებული პროდუქტი მსგავსი კომპანიებისთვის, ვისაც ჯერაც არ შეუჩერებიათ ზრდა და განვითარება და გეგმაში აქვს, რომ კიდევ გააგრძელონ მომავალ წლებში. ამიტომ ეს მხარდაჭერა, ალტერნატიული ფინანსური რესურსებით მხარდაჭერა დღის წესრიგში დღეს დგას და მომავალშიც იქნება ესე მიგვაჩნია. ეხლა ამის მაგალითს მოვიყვან საერთაშორისო დონეზე. კი ბატონო. საქართველოში ლიზინგის პორტფელი დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია პირობითად, ვიდრე საკრედიტო პორტფელი და ის დაახლოებით 700 მილიონი ლარია.
და რომ შევადაროთ ეს ციფრი GDP-ს, ანუ შიდა პროდუქტს, რომ შევადაროთ, ეს არის დაახლოებით 0.8%. მაშინ, როდესაც რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, რომ ეს განაკვეთი, ანუ ეს შესაბამისობა, პროცენტული შესაბამისობა GDP-სთან მიმართებაში მერყეობს სადღაც 0.6-დან 1.5-მდე. ნუ ორჯერ მეტი ფაქტობრივად. თითქმის ორჯერ მეტი. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გავაგრძელეთ ამ მიმართულებით და დაშვება, რომ ეკონომიკა უნდა გაიზარდოს და ესე ვთქვათ, ქვეყანა უფრო განვითარებული უნდა იყოს, ეს დაშვება ბუნებრივია, ლოგიკური დაშვება არის. შესაბამისად, თუ $9,200 ერთ მოსახლეზე მშპ, ეს გამოდის, რომ თუ $15,000-მდე დაშვებას გავაკეთებთ, რომ ეს ციფრი აბსოლუტურ მაჩვენებელში კიდევ უფრო გაიზრდება, მინიმუმ გაორმაგდება, პლუს თუ 1.5 კოეფიციენტი, რაც წარმატებული ქვეყნების რეგიონში არსებული წარმატებული ქვეყნების მაგალითზე გვაქვს, ლიზინგის პორტფელი კიდევ მეორე იმდენი უნდა დაემატოს. ესე იგი, დაახლოებით 2-დან 4 მილიარდ ლარამდე ზრდის პერსპექტივა გააჩნია ლიზინგის პორტფელს, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლამდე დროულად არის მისატანი ეს მესიჯი და ის დარგები, რომლებიც აქტიურად იყენებენ, მხოლოდ ისინი არ უნდა დაჩნდეს, ასე ვთქვათ, ლიზინგის მომხმარებლება და ჩვენ ვიცით საქართველოში ძირითადი დარგები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ლიზინგს, ეს არის ძირითადად საამშენებლო სექტორი, სადაც კაპიტალტევადი მიმართულება აქვს, ბევრი ძირითადი საშუალება მონაწილეობს. ავტოსატრანსპორტო, ესე ვთქვათ, სამშენებლო ტექნიკა და სამშენებლო ტექნიკა და ასე შემდეგ, ერთ წოდებული ყვითელი ტექნიკა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის წარმოება გადამუშავების მიმართულება, მედიცინა და სოფლის მეურნეობა. ეს დარგები არიან ძირითადად, რომლებიც იყენებენ ლიზინგს აქტიურად და რაც უფრო მეტ მომხმარებლისთვის გახდება ცნობადი ამ პროდუქტის ავკარგიანობის შესახებ და ძირითადად კარგი ესე ვთქვათ თვისებების შესახებ, მით მეტი პერსპექტივა აქვს, რომ ეს კოეფიციენტის გაუმჯობესდეს და ფაქტიურად გამოდის რა, რაც უფრო მეტი ლიზინგი, პირობითად ესეთ ფორმულა არსებობს, მით უფრო მეტი ძირითადი საშუალება შედის, დამატებით ძირითადი საშუალება შედის ქართულ აქტიურ ეკონომიკაში, რომელიც უბიძგებს იმას, რომ მეტი პროდუქცია შეიქმნას, მეტი სერვისები იქნეს მიწოდებული ქართულ რეალობაში. ფაქტურად ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა რა არის? ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ქვეყანა, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის სატრანსპორტო დერეფანი, ანუ ლოჯისტიკური სერვისები, სატერმინალო სერვისები, მექანიზაცია, ეს არის ის ძირითადი მიმართულება, რომელიც უნდა განვითარდეს. გარდა ამისა არის ძალიან განვითარებული ტურიზმი და ტურიზმის მიმართულებით სატრანსპორტო სერვისები ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ტურიზმში ესე ვთქვათ მიმართულებას გამოვკვეთავდი, ეს არის სამედიცინო ტურიზმი, რომელიც ძალიან ყოჩაღად იმართება, ესე ვთქვათ, საქართველოში და მედიცინა ისეთი დარგია, სადაც ტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, ხარდაჭერა ძირითადად საშუალებით ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაცა ძველდება, ახლით არის ჩასანაცვლებელი, თან სწრაფი მორალური ცვეთა გაჩნია, ტექნოლოგიური ცვეთა. აი ამ ყველაფერში ფაქტურად მსგავსი ფინანსური რესურსების მობილიზება არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად ვართ ფაქტურად როგორც ერთ-ერთი მოთამაშე შევთავაზოთ ეს ძალიან საინტერესო ანალიზი იყო, ანუ ფაქტობრივად ეხლა ამითი ჩვენ რასურათი ხდება არის ის, რომ რეალურად ამ ბიზნესებს, მოდი ესე ვიტყოდი, რომ თავიანთი მიმდინარე საოპერაციო ხარჯები, უბრალოდ საოპერაციო მენეჯმენტიდან თანხის ამოღება არ მოუწევთ, მოდი ესე რომ ვთქვათ, ეს ერთი working capital-ი კი ბატონო, ანუ რჩება და რეალურად ემატება დამატებითი ფინანსური, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი უჩნდებათ, რომ განავითარონ თავიანთი ბიზნესი და ალბათ მე ესე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ ლიზინგის განვითარებაში არის გათვითცნობიერება მართლაც აი ამ სექტორში, რომელიც რაც მარტო თქვენი საქმეც არ არის, მაგრამ ნუ თქვენს ჭაპანს წევთ და ასე ვთქვათ, თქვენს გასაკეთებელს აკეთებთ, იმიტომ რომ ამ ინსტრუმენტის კარგად ცოდნა მისცემს საშუალებას მეწარმეებს ნებისმიერ ეტაპზე დასაწყის ან განვითარების ეტაპზე, რომ უფრო ეფექტიანად მართონ მათ თავიანთი ფინანსები და მართონ თავიანთი ბიზნესი. ეს თემა, მოდი ესე ვიკითხავ თუ შეიძლება, რომ რამდენად არის არა მხოლოდ თქვენი, აი თქვენ და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ერთობლივად თუ ცდილობთ, ან მომავალში თუ არის ამის პერსპექტივა, მოდი ესე ვიკითხავ ამ გადმოსახედიდანაც, იმიტომ რომ იმდენად ფართო თემაა,
რაც ახლა ითქვა, ხო, რომ ჩვენ რომ დარდობთ იმაზე, რომ აი სოფლის მეურნეობის არ ვიცი, ციფრები იყო ხო იმ დღეს, რომ აი ავღანეთიდან შემოვიდა 15,000 ტონაზე მეტი, 15,000 ტონაზე მეტი ყურძენი, მაგალითად სავარაუდოდ ეს არის სუფრის ყურძენი და ნუ ამით აღშფოთებულია ყველა, რომ აი რატო საქართველოში რატო არ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფრის კეთება სჭირდება ცოდნა, გამოცდილება, ფინანსური ინსტრუმენტები, მარკეტინგი, ბრენდინგი და ასე შემდეგ, ადამიანური კაპიტალი და აი ერთობლივად ხომ არ იგეგმება ფინანსური ინსტიტუტები ხომ არ ფიქრობთ, რომ არ ვიცი თქვენი კონკურენტები ეს არის ის ნაწილი, სადაც განათლებაში ალბათ შეიძლება რომ გაერთიანდეთ და რაღაც არ ვიცი, აი კომერსანტის ეთერიც აგერ არის, შეგვიძლია ერთად ვაკეთოთ ეს ყველაფერი, ამ ხრივ თუ არის რაიმე ნიშნები. საინტერესო ინიციატივა არის, რომ გითხრათ რომ არ იგეგმება ესე, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან გააქტიურებული არ არის ეს ნაწილი და საჭიროებს გააქტიურებას, ანუ ჩვენ ვართ საქართველოში სალიზინგო კომპანიების ასოციაციის წევრი და გამონერქნა რომ ბევრი არა ვართ ესე ვთქვათ ბანკებივით ბევრი არა ვართ სალიზინგო კომპანიები ესე ვთქვათ ფავერი ცოტა სუსტი გვაქვს, მაგრამ კარგი ის არის რომ გვისმენენ ესე ვთქვათ სულ ახლახანს მაგალითად გასულ კვირას ქონდა ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან, არის ხოლმე სხვადასხვა შეხვედრები დაინტერესებული ასე ვთქვათ უწყებები არიან რომ რამენაირად ლიზინგი განვითარდეს და მივიდეს მოხარებლამდე ხმა რა როგორ რანაირად გამოიყენოს მოხარებელ და ასე შემდეგ როგორ შეეწყოს ხელი ეკოსისტემა როგორ გაუმჯობესდეს იმისთვის რომ ლიზინგი უფრო აქტიურად დანერგვად და გამოყენებადი გახდეს არის ეს მცდელობები ის მართულებით რომ მომხმარებელთან ურთიერთობისთვის ერთობლივი კამპანია ვაწარმოოთ ამ მიმართულებითაც დგას დღეს ეს რიგში საკითხი სიმართლე გითხრათ უბრალოდ არ არის ჯერჯერობით ანუ ბევრი რაღაც გამოწვევა გააჩნია ამ ყველაფერს თუმცა მარტივად შეიძლება როგორც მითხარით და მადლობა ამ შემოთავაზებისთვის აუცილებლად გადავცემ ჩემს კოლეგებს და აუცილებლად ნებისმიერ დროს ჩვენი ეთერი და კომერსანტის რესურსები ესეთი საქმისთვის ყოველთვის გუგლით ძალიან ღირებული იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის ასევე სალიზინგო კომპანიებისთვისაც გულწრფელად გეტყვით ვინაიდან ეს ალტერნატიული არხი იქნება იმისთვის რომ კომუნიკაცია შედგეს ჩვენსა და პოტენციურ მომხმარებელს შორის კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო, ახლა მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ ჩვენი გადასება ახლა დასასრულს უახლოვდება და მე ერთ შეჯამებასავით გავაკეთებ და მე გთხოვთ, რომ თქვენც პატარა შეჯამება გააკეთოთ ჩვენი გადაცემის. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე როგორ ძლიერ ბრენდზე, მას განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტები ერთ-ერთი ფაქტორია, რაც არ უნდა ჩვენ ვილაპარაკოთ. მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის ეკონომიკის, მაგრამ იმავდროულად ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ადამიანური კაპიტალი, ანუ ის ცოდნა და კომპეტენცია, რაც არის რეალურად ქვეყანაში და რისი აწევად შეუძლია ინტელექტუალურად და კომპეტენციით ქვეყანას, მის მოსახლეობას, მის დასაქმებულ პროფესიონალებს და დღეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ კიდე ერთი ადამიანი გავიცანი, რომელსაც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის კომპეტენცია აქვს ლიზინგთან მიმართებაში. მე თვითონაც მქონდა ხოლმე ხშირად სხვათა შორის რაც გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ეს კითხვები და დღეს ძალიან ბევრი პროფესიონალურად და მარტივად გასაგები მოვისმინე თქვენგან ეთერშიც და ეთერს მიღმას და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. ყოველ შემთხვევაში ლიზინგზე აწი თუ დაგჭირდება კომერსანტს რამე, ვიცით ვის უნდა მიმართოთ, ასე ვთქვათ, არჩევებთან დაკავშირებით. ეს ერთი და მეორე ეს ბრენდი ქვეყნის ბრენდი თავისთავად არ აშენდება ესე ნაბიჯ უნდა აშენდეს სწორედ ჩვენნაირი ადამიანების მიმართ ვისაც ჩვენი გამოცდილება ცოდნა და მუშაობა არის რა ვიცი ჩვენი ბუნებრივი ცხოვრების ნაწილი მოდი ესე რომ ვთქვა და ყველას ვინც არიან კრისტალში დასაქმებულები ყველა ის ადამიანები ვინც ფიქრობენ მომხმარებლებზე მცირე საშუალო ბიზნესი სხვა კომპანიებს თქვენ კონკურენტებსაც რომლებთან ერთადაც უნდა აწიოთ ეს თემები მე მინდა ვთხოვო მხოლოდ ერთი რამ ჩვენი ეთერით რა რომ ყველა მიფიქროთ იმაზე რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთს უნდა მივცეთ იმის საშუალება რომ ეს ჩვენი ქვეყანა ისევ წავიდეს უფრო წინ და ეს არის ბრენდი საქართველოს ერთი პატარა გადაცემაა კომერსანტში რომელიც არის შექმნილი ზუსტად ღია პლატფორმა ყველა იმ ადამიანებისთვის ვისაც უნდა რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი რეგიონები ჩვენ კარგი ქვეყანა გვაქვს ჩვენი ადამიანები იმსახურებენ უკეთესად კარგად ცხოვრებას ლაღად ცხოვრებას და მათ შორის რეგიონებში განსაკუთრებით სადაც ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს ასე ვთქვათ ბევრ თემას იმისაც რომ ადამიანებმა გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და ძალიან
ძალიან კარგია, რომ თქვენ აი დღეს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაგვაცანით, ესეთი საინტერესო და აი ხა თქვენ სიტყვას გადმოგცემთ, რომ მინდა რომ თქვენი გადმოსახედიდან თუ შეიძლება აი მეწარმეებს იმ პატარა ბიზნესს, რომელსაც ინდივიდუალურ აი სამ მეგობარს, რომელსაც არ შეიძლება სამეგრელოში უნდათ მეგრული სახაჭაპურის გახსნა ან თბილისში პიცერიის არ აქვს მნიშვნელობა, რამე თქვენი მხრიდან უთხრათ სათქმელი თუ რა იყოს მათი მთავარი, მოდი ესე ვთქვათ, ოპტიმიზმის საფუძველი. ლევან, მადლობა. ესე იგი, ძალიან რთულია მოკლედ ჩაეტიო და ესე ვთქვათ უთხრა ძირითადი სათქმელი, მაგრამ პირველ რიგში მადლობას ვეთქვი ყველა ქართველ მეწარმეს იმისთვის, რომ ჩემი გადასახედიდან ეს ხალხი არის განსხვავებული ტიპაჟის ადამიანები, რომლებაც განსხვავებულად აიღეს რისკები ცხოვრების ასპარეზზე და ფაქტიურად ქმნიან ქართულ ეკონომიკას. ეს არის ძალიან დასაფასებელი და ეს არის იმის ნაწილი, რასაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ბრენდი საქართველო. ანუ რაც შეეხება საბანკო ინდუსტრიას, ზოგადად ვიტყვი, რომ საბანკო ინდუსტრია არის ბრენდი საქართველოს ნაწილი, ვინაიდან ეს არის ინდუსტრია, რომელსაც საერთაშორისო მოთამაშეები ენდობიან, პატივსცემენ და ფაქტიურად ძალიან დიდ სონსდებენ რეგიონის მასშტაბით ვიტყოდი, მინიმუმ რეგიონის მასშტაბით და ფაქტიურად ჩვენი საბანკო ინსტიტუტების რეიტინგები ამაზე მეტყველებენ, რომ სანდო კომპანიები არიან ქართული ბანკები თუ სარიზიკო კომპანიები. ეხლა რაც შეეხება რა უნდა უთხრათ მეწარმეებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, ეს იქნება ნასესხები ვალდებულებები თუ განთავსებები არ აქვს მნიშვნელობა, არის ნორმალური, ლოგიკური და ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის მოისმინოს ნებისმიერი ინიციატივა და ფაქტიურად გავიდეთ ჩავშდეთ ერთ ნავში მეწარმესთან ერთად, ანუ ერთ მოსაზრებაზე ჩამოვყალიბდეთ და მზად ვართ ნებისმიერი იდეა თუ ეს სწორად იქნება დათვლილი და რისკები იქნება მიტიგირებული და დავაფინანსოთ, მოვემსახუროთ ამ იდეას. მეორე რაც მინდა უთხრა ჩვენს მეწარმეებს არის ის, რომ ოჩაღად იყავით და იმედიანად იყავით, არავის ნაკლები არ ვართ, როგორც თქვენ ბრძანეთ და ჩვენც შეგვიძლია სოფლიო ასპარეზზე ვქონდეს ჩვენი პროდუქცია, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი ხარისხით და სხვა თვისებებით და იქნება კონკურენტუნარიანი ქართულ ბაზარზე და წარმატება მინდა უსურვო ნებისმიერ ქართველ მეწარმეს ლოკალურ თუ საერთაშორისო ბაზრებზე. ბოლოს მინდა ხო შეიძლება პატარა რეკლამა გავაკეთო, ვიც ვერ მოისმინა და ბოლომდე ვერ ესე ვთქვათ გაიგო შინაარსი, შეუძლიათ დააფოლოონ ჩვენი Facebook გვერდი კრისტალ ლიზინგი, ესე ქართულად ან ინგლისურად ლათინური ასობით შეუძლიათ აკრიფონ და ლაიქას, ფოლოუას როგორც იტყვიან. კი ბატონო. მოიწონეთ ჩვენი გვერდი და იყავით ჩვენი ესე ვთქვათ გამომწერები. კი ბატონო, ძალიან კარგი. დიდი მადლობა, კახა წარმატებები თქვენ და თქვენ ყველა ერთგულ და მომავალ მომხმარებლებს. ასევე თქვენს მსმენელებს წარმატებებს უსურვებ. მადლობა. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე.